სტუდენტია ან სკოლაშია, რო გითხოთ ვერ ბავშვზე რამდენი დახარჯეთ, არ აღმოჩნდება რომ 50-60 ლარზე მეტი არ გამოვა წლის განმავლობაში და ასე არ შეიძლება. მე ვამბობ იმას, რომ არ ამგონია რომ დიდი სიამოვნებით ჩახდებოდა ამას, ანუ ჩვენი ქვეყნის უბედურება არის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის საფუძვლად ჩვენს ხალხს ჩემი წინაპარი საფლავში არ გადაბრუნდეს, ჩემი ბავშვთან მართალი, ვიდრე თქვენ გესაფუძვლად და არ ვესაფუძვლებ მართლა. აი მინდა ისინი დავამარცხოთ თქვენი საშუალებით, რომ უთხრა რომ ხუთასდებიან და ქუთაისი ყოველთვის იქნება საქართველოს ძალიან დიდი პოლიტიკა. აი ეს მინდა ჩვენ, აი ამის გაკეთება მინდა. მიმეორებ საფუსლიას გორაზე ავიყვანოთ 2 ისა. ამათ ერთი ასეთი რამე არ გაუჭირიათ და იყვან აქამდე ორჯერ მეცხადევენ აუზების შეცვლაში. ეგეთი რამეების ისა მოთმენა შეგიძლია ითმინეთ, მე ვალდებული ვარ. ასეთი ძილე ჟამს ბევრმა პიროვნებამ დამირეკა და მითხრა ასეთი რთული მდგომარეობა და თქვენ ერთზე რატო გადაგიდეთ. ჩამოვედი არ მგევარ ერთზე, მე არ მოვდივარ სახელისთვის, ქუთაისთან შევცვალოთ საქართველოს. ძლიერი ქუთაისის გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე ძლიერი საქართველო ვერ იქნება. საქართველო იქნება ძლიერი მაშინ, როდესაც ქუთაისი იქნება დავით აღმაშენებლის ფუნქცია. იცავს სულიერებას ქართულს, იცავს ქართულ მენტალიტეტს, არის საუნივერსიტეტო ქალაქი, არის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების ქალაქი. მე ასე წარმოვიდგენია. ვისაც სხვა აზრი გაქვს, დარჩით იმაზე. მე ამით ვიცხოვრებ და ამაზრით წავალ ამ ქვეყნიდან, რომ ქუთაისი უნდა იყოს ძლიერი საუნივერსიტეტო ქალაქი. ქუთაისი ძალიან უყვარს. მე უფრო მეტად ვიყავს. აგერ არის 15 რიცხვი და მოვედი. მინდა ყველას თხოვეთ მოვიდეს აქ ცოტანი ვარ შეგრებელი. ვინც არ არის დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, უთხრათ 577-40-54-54-ია ჩემი ტელეფონი, ადვილი დასამახსოვრებელია. ხუმრობით ვამბობ ყველგან. ტელეფონს და ცოლს არ ვიცვლი მეთქეს. ნომერიც რომელიც მქონდა თავიდან, იგივე ნომერი მაქვს დღესაც და ვიქნები ქალაქის მერი, იგივე ნომერი მექნება. 24 საათი არ ვთიშავ. სადა ვარ მეგობრულად, ახლობლურად, ნათესაურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, დავათმოთ ერთმანეთი, სიყვარულით ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და ეს პარტიულ სამთავროებად დაყოფილი ქუთაისი გავაერთიანოთ როგორმე და უთხრათ რომ თავარი არა პარტია, არამედ თავარია ქუთაისი. აი ეს ხალხი, ვინც აი ვთქვათ მართალია პარტიულ ბლოკს წარმოადგენენ, მაგრამ ამაზრით ვთქვათ ჩვენ რომ არავით არის ჩვენ ამ პარტიისთვის თავარი არის რომ ვიყოთ ქუთაისისა და ქუთაისელების და ჩვენი ქალაქის როგორც იტყვიან, აი მოუდრეკლად ემსახურებთ და რაღაცა ამის ისა მომთხოვნი უნდა იყოს მუნიციპალიტეტს ეკნება დიდი ფუნქცია ჩვენზე კონტროლის მუნიციპალიტეტი და უნივერსიტეტი დანიშნავს, თქვათ მე რომ საუნივერსიტეტო გადაგვიდეთ. უნივერსიტეტი დანიშნავს ერთ ვიცე-მერს ჩვენ. და უნივერსიტეტს ვერ დავა ვინც გინდა დანიშნეთ და თუ გინდათ გადააკეთეთ წამოვიდეთ. მუნიციპალიტეტები დანიშნავენ, ანგარიშს მოიწოვენ ყველას და ასე შემდეგ. არავით არის არ იქნება რომ აი ქალაქის მერი მოვიდა და იმან შეცვალა ყველაფერი და ნათესავი. ქალაქი აგერ მეუბნებიან რომ წავიდა კაცი და თავისი კლასელი დატოვა თანამდებობაზე, თავის კლასელი დაინიშნა შტაბში, თავის კლასელი ამ იმაში. რა არის ეს კლასელი და სტუდენტი კი არა და ამ ქალაქში ყველა უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილად განწყობილი რა. კლასელის გარდა არავის არ ენდობი. კურსელს გარდა არავის არ ენდობი, ვინ ახარ შეყოფილი ხარ მიზანთროპი. აცმოძულია მაშინ რა და ვერავინ ვერ გიპოვია, როგორ შეიძლება ეგეთი. დიდი მოკითხვა იმოხდა რომელიც საფი. აჩუკარი პიანინო გააქვთ იმაში თუ არა. დაიტანე, არის. მაგრამ მადლობა მე დაგიცხადე მომდენი დღისთვის. ბევრს ვიცნობ. აი კაცური კაცია. Дякую. Გამარჯობა. რა გაქვთ ისეთი განსაკუთრებული შეკითხვა და მე ზოგიერთ დღეს გესკეთვით. აგერ მაგალითად აგერ ეს ინვალიდი და შაშანი. იმას მიგურდენადის მასადლო. არაფერი ახლა გაიმარჯვა და არა შეპირდნენ რომ შეხვედრაზე დაუნიშნავსო და ეს გვინდა რომ ამ კაცს დავეხმაროთ პენსია დაუნიშნავ. არის ავადმყოფი. ინვალიდი კუთისა ხარ შრომის სცენარიო და არა და არ შეუძლია. მე ლაპარაკობს კაცი. აიდან დაადგინა უნარიანობა. მე მიღონა პენსია. პროფესორები ამით არაძლევენ გადაფერმება პენსიონერობა. ამუშავება. იმას უნდა ქონდეს სავანტები ტექნოლოგია მუშაობა. ეს შეხვედრა. ორგანიზებულ ფაქტია და რა. არსად არა, ვიღაც მე გადამეორე თემები. ის ხახანა და ტექნოლოგია.
გამარჩენდეს გათხოვილება, ბიჭი ვერ მუშაობს და კიდევ ასე დახტებოდა. 300 ლარი მე ჩემს ახლა წამებში პენსიონერია და გაძღვალტყავებული. ფიზიკურად ახლა არ მიჩეულია, ისე რომ ლამაზად გამოვიდეს. უჩაში და რაღაც გამოსვლაგია და რაღაც არაფერი არ არის. ერთადერთი იმედია, ნათელი წერტილი ჩვენი პარტია და მიმოხდება. და მე სიმული ჩვენ არ ვაყავ. მე მაგალითად არ ვიცი იმედია. დედიკა დამთავრებული ხალხი მათხოვრად მოადგება. იმას ქვეყანა ქვია, ბატონო თემური, მათხოვრად მოადგება. პენსიას რო 5 თვისაც ამეიღებდა, 18 თვისაც. ელია ცხოვრება, ამას ცხოვრება ქვია. და იქანა კიდე ფანტარან ამბულებს და ოცნება მაინტერესებს. ახლა ასე რა. ერთადერთი ქუთაისის. ეს რო გავაკეთებ, რომარობა წავიდა. და როდესაც მერიაში მერიის შენახვა ჯდება 7 მილიონი წელიწადში. მაშინ როდესაც მე როცა მერი ვიყავი 7 მილიონს თელ ქალაქში ვხარჯავდი და კაცილებით ხა წარმოვიდგენიათ თქვენ ახლა რომ რა მოცულობებზია ლაპარაკი და მაშინ 19 თუ 20 კაცი მუშაობდა მერიაში ახლა 600 კაცი ყოფილა მეურებიან უფრო მეტია ზოგი 400 თანაც ბევრი ამბობენ რომ ჩამოსულები არიან მაგრამ მერიაში რატო უნდა იყოს ვინმე ჩამოსული არ ვიცი არ მესმის ეს ესე იგი 7 მილიონი იხარჯება მერიის შესანახად და 6 მილიონი იხარჯება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მომსახურებისათვის საბავშვო ბაღები და ყველა ესე წარმოუდგენელი ასე ცხოვრება ეს არის უკვე ეს შეურაცხყოფას გვაყენებენ უბრალოდ ეს ეხლა რასაც აგებენ გზას და რამეს რასაც აკეთებენ ამაში აკეთებენ ემგენ ფულს რომ 18 ლარი გვიჭდებოდა 14-15 კვადრატული მეტრი და ეხლა 50-60 ლარი ყოფილა 1 კვადრატული მეტრი უშინ აგერ გორაზე ჩვენ მოვიყვანეთ როდის გახსოვთ ეხლა ეს იმ პერიოდში ეს დიდი აუზი რო გავაკეთეთ აგერ გორაზე მოვიყვანეთ პარცანაგანებიდან და ამავე დროს კიდე იყო მეორე საკუთლიას გორაზეც ამოვიყვანეთ გამარჯობა და ეხლა მეუბნებიან რომ ჩვენ რაც დაგვიჭდა ამოყვანა იქიდან აქამდე იმას ხარჯავენ რომ სამი აუზის შეკეთებაზე რომ ეს იქნება პატრიოტობა იქნება ერთგულება იქნება თანამოზიარეობა იმაში რომ გვიჭირს ყველას გვილკინდეს ყველას რომ ესე იგი ადამიანებმა ერთმანეთი არ მივატოვოთ გავათფოთ ამ პენსიით ცხოვრება არ შეიძლება წიჭვარებარება მაგრამ არ გეწყინოთ ეხლა როცა ვამბობ ბევრი ინვეს აგერ ეხლა ჩვენი ეს ყველას გასაგონად ვამბობ რომ ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქუთაისი უნდა იყოს დიდი განათლების შვიდა მასწავლებელი უნდა ყავდეს თუ რაღაც წარმოუდგენელი ამბავი ქუთაისში არ უნდა თუ ჩვენი ბავშვები წავიდნენ სხვაგან ამათ გონიათ სხვაგან რო ისწავლიან სწავლენ იქიდან და ბოკერიგებად გიუბნებენ მე რა ჩერცულიან და რაღაცას ისეთი ბავშვებიან აი იმიტომ აღარ აინტერესებს საქართველოს აღარ უნდა არაფერი ეს არის წარმოუდგენელი და აი ამიტომ ჩვენთვის საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა 30-40,000 სტუდენტი ქუთაისში ოდესაც ეს სამუშაო ადგილებსაც ხდის ჩვენ მეუბნებით პარლამენტი სადაც კიდე იქ წაიღეთ მაგრამ 500 მილიონი ჭირდება ქალაქს რომ შეიქმნას საუნივერსიტეტო ქალაქი და იყოს მაღალი ტექნოლოგიების პარკები გავაკეთოთ სადაც თქვა შეიძლება რომ ჩვენ დღეს რეალურად ვაკეთებთ იმას რომ ხელსახოცი იმიდან შემოქონდეს თურქეთიდან, ირანიდან, ირსახოცი, ტუალეტის კახალდი, ასანთი, მარილი, ეხლა სირცხვილი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ ჩვენ ამ ქვეყანაში რომ პირსათარაც ის ირანიდან შემოტანილი პირსახოცი არ სამშრალებს. ისეთი ის არის წარმოუდგენელია ესენი ყველაფერი ამის მაღალი ტექნოლოგიების ამის გაკეთება რა უნდა თავრობა რას გვარნახობს ჩვენ ქუთაისში უნდა ავაშენოთ პრემიერ-მინისტრი რო ჩამოვიდა გითხრათ და იმით მაშინ გადავწყვიტებ რომ უნდა ვიყარო კენჭი რომ ამ სისულელეს წერტილი უნდა დაესწროს რომ 103 მილიონი უნდა დავხარჯოთ რომ ტოლვილთა დასახლება ავაშენოთ ქუთაისში თარას როეუნები ვინ ჩამოყავთ და ქუთაისში არა უნდა ჩამოვიყვანოთ წყალტუბოდან იმიდან ამიდან 5000 ოჯახი ამ უმუშევარ ქალაქში სადაც თქვა ასეთი მდგომარეობაა რა ნუ რეალურად სამსახური არ არის 5000 ბინა რო აშენდება კიდე ამ ბინებს ფასი ეკარგება ხო უძრავი ფონების ბაზარზე შემოდის ახლა ეს ელემენტარული რამეა დიდმა და პატარამ ყველა მიცის ხო წარმოუდგენელი ამას ესაა ხელისუფლება რომელიც ამას გვეუბნება ჩვენ ამლელ გზას ვაკეთებთ კი მაგრამ ამლელ გზა რო გავა ჭავჭავაძის პროსპექტი ხომ მოხდება თავდაპირველად ამ უბანშიც ალბათ არაერთი და ორი პიროვნება იქ რაღაცას ვაჭრობს და ოჯახს არჩევს ხო მე იმის წინააღმდეგი რო ვიყავი თქვენ ძალიან კარგად იცით მაგრამ ეხლა დღეს იმ ხალხს დაცვა ჭირდება იმიტომ რომ ავტოკარხანა რა ფუნქციასაც ასრულებდა თავის დროზე იმდენ ხალხს არჩევს ეს ჭავჭავაძის პროსპექტი ერთი პროსპექტი ეს ვისიც რო დაიკეტება დამთავრებულია უკვე აქ ქუთაისში აიქნება სამსახური და სამუშაო ადგილი აღარ ვიცი აგერ კითხეთ ნუ ამიტომ ამბობ რომ მომავალი კიდევ უფრო მწავე და მძიმე რო იყო ჩვენ რო გონია რომ უკეთესობა და გველაპარაკებიან ერთიც და მეორეც გამარჯობა თქვენ
აი ამიტომ მინდა გითხრათ რომ სწორედ აი იმის გამო წამოვედი რომ მივიდეთ საარჩევნო და ავირჩიოთ ერთგული კაცი. სოროსელი არ გააკაროთ არსად რომ გაიგებთ ბიოგრაფია გაიგეთ კარგად. თავისუფლების ინსტიტუტი, სოროსი, ესენი რაც დღეს მაგათ პატრიარქს აკადრეს, გამოაქვეყნეს პატრიარქის სახელი, თვითონ წერილი, თვითონ პატრიარქმა დაწერა, რომ დადგა დრო, მე უნდა წავიდეო, გადავდგეო და რა პატრიარქი წყალტუბოში ისვენებს აგერ და გამოაქვეყნეს ესენი ხო მაგათი ხელწერაა რა. არ პატიობენ პატრიარქს იმას, რომ 17 რიცხვი, როცა მაგათ უნდათ რისი პარადის მოწყობა თქვენ იცით, პატრიარქმა გამოაცხადა ოჯახის დღეთ. ამას არ პატიობენ, უნდათ რომ ასეთ რა. ჩვენ ახლა მაგრად თუ არ დავდგებით ფეხზე ყველანი. ქუთაისმა უნდა გადაარჩინოს საქართველო. მე გეუბნებით თქვენ, აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ახლა წყალი გავიყვანოთ, რა თქმა უნდა, ეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტი ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეროვნული სული, ეროვნული პოზიცია, ეროვნული განწყობა, ქართული ცნობიერება, რომელიც დღეს ჭირდება არნახულად საქართველოს, ეს დიდი შემოძახლი უნდა გაკეთდეს ქუთაისიდან. არ შეიძლება რომ ამდენი იმის ნათესავი, ბენზინი ვის შემოაქვს, იმის ნათესავს, ის მეორევისაც შემოაქვს, იმის ნათესავს, ის ვინა შემოაქვს, იმის ნათესავს, ის ვინ არის ამაზე, იმის ნათესავი, ამის ნათესავი. ეს უნდა დამთავრდეს ყველაფერი. წავიდა ვთქვათ იმაში გადადგა ქალაქის მერი თავის კლასელის ტოვებს. იგი გადადგა თავის კლასელის ტოვებს. რა უბედურებაა, რასწორია კლასელი და გინახავთ ამნაირად, რა საიდან მოუვიდათ ეს დაზვი. მაგრამ ეს არის სექტის პრინციპი. სექტაში ენდობიან მხოლოდ იმას, ვინც ყველაზე მეტად გამოსტილი ყავს. გენიოსი რო იყოს აგერ თქვენ შორის ვინმე, არ გენდობათ არავინ, არ აინტერესებთ, მაგრამ იმ სექტაში ის გაუნათლებელი ის ურჩევნიათ, იმიტომ რომ ადვილად მართავენ იმას. არ არის ნორმალური მდგომარეობა. რთული ეს. აი ამბავში უნდა ვიფიქროთ. აი ამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. როგორმე ძლიერი საუნივერსიტეტო ქალაქი. ეს არის გადარჩენა ამ ქალაქის და ეს არის ძალიან დიდი მომავალი საქართველოსათვის, რომ ეროვნული იდეით დატვირთულ ქალაქში ეროვნული განათლება იყოს უპირველეს ადგილზე და 30-40,000 სტუდენტი ვიმეორებ 10,000 სამუშაო ადგილს ნიშნავს. ჩვენში ამას გავაკეთებთ, ერთ წელიწადში ამას გავაკეთებთ, წელიწადნახევარში ამას, მაგრამ თუ ვერ გავაკეთებთ იმას, არ გვინდა არაფერი, ვერ გავაკეთე, უნდა წავიდე. მაგრამ გავაკეთებ, რასაც ვიტყვით, იმიტომ რომ გათვლები იქნება ყველაფერი. ეს ხელებ ჩამოშვებულება, ეს ისინი ახლა ჭირდება ჩვენ ერთმანეთის თანადგომა. ნუ ფიქრობ ჩემზე, იფიქრეთ ქუთაისზე. სახში ნუ დარჩებით არჩევნების დღეს, ყველას ურჩიეთ გამოვიდნენ. 5-თან წყდება ყველაფერი იმ დღეს. საქართველოში ეროვნული განწყობა გაიმარჯვებს. თუ რა მოხდება ჩვენთან, სოროსელები დაგვაჯდებიან თავზე. ქუთაისშიც გვაზიან თავზე. უნდა დავამთავროთ ეს. მე გეუბნებით, უნდა დამთავრდეს ეს. მე არ მოვდივარ აქ ჩვეულებრივი რაღაცი, რომ ჩვეულებრივი მერი ვიყო. მე მოვდივარ არნახულად ძლიერ ქალაქში, დიდი პოტენციის ქალაქში, დიდი შესაძლებლობების ქალაქში და მოვდივარ, რომ ვიყო ყველაზე ძლიერი და ვიყოთ ყველაზე ძლიერი. ამისთვის მოვდივარ, ესაა ჩემი განწყობა. გინდათ გაიზიარეთ, არ გინდათ ვისაც გინდათ ხარი დაუჭირეთ. მე ძალიან იმედა. მე კიდე ერთხელ ვაბობ. წესიერებით, ერთგულებით, უღალატობით გპირდებით ამ იმას და ამას ყველაფრის გაკეთებაში, სადაც არის წესიერება, ერთგულება და უღალატობა, იქ ყველა პრობლემა იხევს უკან. კარგით მაშინ, არ შეგაწუხებთ, დიდხანს მოგითხოვა თქვენს ოჯახებს, საუკეთესო სურვილები, მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ და გავიმარჯვოთ ქუთაისში საქართველოს. ბატონო, ვისმენ გამოსვლებს ახლა მოვიკასტურებთ. ბატონო, საოცრად. ასეთ რამეებს გავაკეთებ. რომელი მოსკივა გაუძლებს, რომელი 500 ლარი და 300 ლარი და ხმებზე 60 და 80 ლარის გადახდა, ნუ არ ვიცი. შრომის უნარიანი ადამიანი დარწმუნებულია ყველა დაგვიჭერს. სახები არის ნამდვილად და ყველა დაგვიჭერს მხარ. აი აგერ კაცი ხავთ, რომელსაც ახლა დღეს აგერ ვიღაცა მიგითხარით, მისი ტელეფონის გეცოდინება, ჩემი ტელეფონია 577-40-40-40. თქვენი მეზობელია აგერ ბატონი ირაკლი კინძურაშვილი, პროფესორია, დოქტორი, აქ იყო. ავიდა ირაკლი გასაგები, მაგრამ რატომ ვამბობ ამ იმას, რომ ეკონომისტია, პროფესორია, ქართულ ოცნებაში იყო, მიატოვა ყველაფერი და თქვა, მე ვიცი რომ აქ მეტი გაკეთება და წამოვიდა აქეთ. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ჩვენ მიეხმარია ამ ჩვენს დეპუტატობის კანდიდატებს, მიეხმარია იმაში, რომ ვინც კი საინტერესო ხალხია, ვის ისი გაკეთებაში, რომ დაჯექით მათთან ერთად იმუშავეთ, რომ როგორც ერთი წუთი არ გავასწინოთ, რომ დავიწყოთ მუშაობა მაშინვე და ყველას ვისაც სწორად გააზრებული პროგრამა იქნება, ჩვენც მივეხმაროთ ამ გააზრებაში, იმ წუთშივე დაუდგეთ გვერდით და დავიწყოთ მუშაობა. სხვანაირად ეს სიტუაცია ვერ შეიცვლება, გამორიცხულია.
პოლიტარალით ვერ დადის. მოგაცდინეთ ყველა ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ წევიყვანი მე ხუთაიში ვერტფილში ვერ გოგეს ვერაფერი სიცხეებს აძლევდა. შენზე არა, გადადიოდა წევიყვანი მოსკოვში და მოსკოვმა სწორი დიაგნოზი 3 წელი დაუდგინა სწორი დიაგნოზი და წამწეს ცოცხალი. ახლა ღებინების შეგრძნება შვილო ნაღველია მოკუმშული. ხო და ვერაფერი ვერ გოგე დიაგნოსტიკულში წავდა. უბნის ექიმად გამოუწერა, საღორიაზეც მყავდა, არაფერი შედეგი არ არის. მაინც აღღებინების შეგრძნება. ახლა არჩევნების მერე უნდა გავუკეთო ისევე ოპერაცია და ამოუგო ინაღველი. გერჩი დაგიდგებით, თქვენ რო იქნებით ამას მესმის ახლა დიფას სიკეთე მიცოცხლოს მერტმა ჩემს სიკვდილამდე და მე რომ მოვწე მე წდება ჩარტებს. ეს მოხუცი გალბატონია გეთი. ცოტა გვერდზე გაიწრა. არსებობს რაღაც საკითხები. არსებობს საკითხები, სადაც კონკრეტულად შემიძლია დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს. იურიდიული საკითხები რაც არის, რაღაც დაკანონებებთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ინსპექციის შეხვედრების ციკლს ოღონდ ამჯერად მხოლოდ მერობის კანდიდატებთან. მერობის კანდიდატებთან მხოლოდ სამოქალაქო სექტორის შეხვედრას. ეს შეხვედრების ციკლი რა თქმა უნდა მიზნად საკასინოზე ჩვენ მივიღოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა პროგრამები პროგრამებიან ჩვენი კანდიდატები და ქვეყნის შემდეგ არჩევანის გაგრძელების საშუალება. პირველი ჩვენი სტუმარი არის ბატონი თემურშა შეშვილი, რომელიც არის წარდგენილი ბუჯეტზე ერთიანი ოპოზიციის მიერ. ბატონი თემურშა შეშვილი ჩვენთვის გარკვეულწილად ძალიან ნაცნობი და ახლობელი პიროვნება. დღეს ბატონი თემურშას გვერდის თავისი პროგრამის შესახებ და მე შეგვიძლია შეკითხვები დავუსვათ. უბრალოდ ერთ რამეში, მე ძალიან კარგად ვიცნობ. ზოგჯერ ნაცნობობა იძლევა ძალიან პლუსს და ზოგჯერ ნაცნობობა იძლევა ძალიან ესე იგი ძალიან თუ არა მინუსი, იმიტომ რომ არ ვიყავია ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველანი ვართ ეს იმ ქალაქში, სადაც 7 მილიონი იხარჯება მერიის შენახვისათვის და 6 მილიონი იხარჯება ბავშვებისათვის. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის იხარჯება 6 მილიონი და 7 მილიონი იხარჯება მერიის შენახვისათვის. ამ ციფრით ვინც აქვს ჩვენ და განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ციფრით იმაზე მეტი თქვი ვიდრე რაიმეს თქმა შეიძლება. ნუ დაწუნებული ვარ ახლა თქვენ ხვდებით რა ვისაუბრებთ. როდესაც ფანდანების შენახვა არ ვიცი იმდენ რამდენია ქალაქში 300,000 ლარი ჯდება და 1000 ლარი დღეში და არ ვიცი დასაკუთრებით ესეც. როდესაც წყალსადენი ჩვენ რო გამოვიყავით ფაცანაყენებიდან საფუსლიანზე და ორამდე რაც დაგვიჯდა იმაზე მეტი ჯდება შეკეთება აუზების გასაგებია. მე უნდა გითხრათ რომ ეს არ არის მარტო დღევანდელი ხელისუფლების და მე არავის არ უფრისმდები. მე არ მინდა რომ აი აქ რაღაც ანგარიში სწორების სადაპირისპირების უსვოლი. მე მინდა რომ რაღაც რეალურად შეიცვალოს სიტუაცია და მე ვხედავ იმას რომ ჩვენ მხედრიონი თავისუფლად არ დაუშვით, მაგრამ მხედრიონის ფუნქცია შეასრულა ერთმა ხელისუფლებამ, ასრულებს მეორე ხელისუფლება და კიდე გარკვეულმა ძალებმა აიღეს ხელში ეს მხედრიონი რაფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, მაგრამ ადამიანებზე ზეწოლა და ისა მე სამოქალაქო სექტორი ხარ, მე მინდა ვთქვა რომ ბევრს ვიცნობ, ხედავ და იციან რომ ჩვენ ვიყავით პირველი საქართველოში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის რაობაზე, როცა მე ქალაქის მერი ვიყავ. მე ვიყავი პირველობა, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს თვეში ერთხელ ზოგჯერ ვთქვათ და მოდი პირდაპირ სატელევიზიო შეხვედრით, მაგრამ მოგესმინა ბევრი რა. მე ბევრი სხვა რამეც მაქვს გათვალისწინებული პროგრამაში სამოვალოდ ასეთი რა, მე ვთვლი რომ ჩემი მთავარი ფუნქცია შეცვალო მართვის სისტემა. ხელისუფლება იცვლება, მართვის სისტემა არ იცვლება. მე მქონდა ბედნიერება ამ პერიოდში, ვიდრე წავედი აქედან, ყოველ კვარტალურად მიმეღო მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების გაფეთილები ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ფილოსოფიაში და ეს ხდებოდა როგორც ევროპაში, ასევე ვთქვათ უკრაინაში, ძალიან საინტერესო და ესეთი ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და მე ძალიან ბევრი რამ კორექტირება მიწევს ყველაფერი იმისა, რასაც ვთქვათ მაშინ ვაკეთებდით, ერთი სხვა სიტუაცია იყო, კრიზისული, სხვა მდგომარეობა. მე მარტივად გეტყვით, რომ იმ ბიუჯეტით, რომელიც დღეს
ეს არის რეალურად შეიძლება როგორც მინიმუმ 5 ჯერ მეტის გაკეთება. როგორც მინიმუმ. ჯერ ბიუჯეტი ისე არ უნდა იხარჯებოდეს და იმ საქმეში, რომელშიც იხარჯება და რაშიც იხარჯება, ის შეიძლება რაც გაკეთდა იმაზე გაცილებით მეტი, მაგრამ თუ სწორად დაიგეგმება ეს, მაშინ რა თქმა უნდა სხვა სფეროებში, მაგრამ გაცილებით მეტს გააკეთებს. ჩემი პოზიციაა, რომ მართვის სისტემა იქნება შეცვლილი ესე, რომ არამედ კონკურსები აქ მერიაში მისაღებად არ იქნება. ეხლა ისეთ რამეს ვამბობ, რომელიც გაგიკვირდებათ და სამოქალაქო სექტორს ეუბნებიან და პირდაპირ რაც იქნება, მე რასაც ვაკეთებ, მოგწოთ, არ მოგწოთ, გავასწორებ, მზადდება გამოვიდეთ მასიკაზე. მე მიმაჩნია, რომ არც მერი უნდა ნიშნავდეს კანდიდატურას. ერთ კანდიდატურას, სადაც ჩვენ საუნივერსიტეტო ქალაქს ვაცხადებთ, ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, უნივერსიტეტი დანიშნავს ერთ ვიცე-მერს. თვითონ უნივერსიტეტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ყველა სამსახური, ჯანმრთელობა, განათლება, კულტურა, ყველა დანიშნავს თავის ხელმძღვანელს. მე მახსოვს, რომ განათლების განყოფილების გამგე ასაკობრივ აირჩიეს მესხიშვილის თეატრში. ამერიკაში განათლების საბჭოს ირჩევს მთელი ქალაქი. მე წავალ იმ გზით, რომ ქუთაისშიც განათლების საბჭო აირჩიეს მთელმა ქალაქმა. და არავითარი კონკურსები და რაიმე არ იყოს, როგორც არის. მე მინდა მიმაჩნია, რომ პოლიციის უფროს, მოსამართლეს, განათლების საბჭოს მთელი ქალაქი უნდა ირჩევდეს. ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ამერიკაში განათლების საბჭოს არჩევებს ამთხოვენ პრეზიდენტის არჩევებს, რომ ხალხი მივიდეს ძალიან ბევრი, რომ განათლება ჭირდება ყველა ოჯახს და პრეზიდენტი აინტერესებს ნაკლები იმის, რა ხალხი რომ მივიდეს ძალიან ბევრი არჩევებზე. ამთხოვენ კიდევაც არის. ჩვენ საოცრად ბევრი რამე გვაქვს წამოსაღები ამერიკიდან, ევროპიდან, რომელიც უნდა წამოვიდეთ, არ წამოვიდეთ ესე. მე მინდა რომ ესე ქალაქში ახლა ბევრი ვინც აქ არის არაერთო პიროვნებას ხედავ, რომელმაც იცის, საერთოდ როგორ ვიჩევთ ჩვენ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს. მე მახსოვს კიდევაც კარგადამან ესთანმა მაშინ დაწერა როგორ ავიჩევთ თქვა ჩვენ საგარეო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. გარდაცვლილია ძალიან კარგი ქალბატონი იყო ირინა ლომაძე, რომელიც მოდიოდა მაშინ ამ სამსახურში და იგივე სხვები და სხვები და სხვები. მე მიმაჩნია რომ მუნიციპალიტეტი ერთო პიროვნებას იმაში უნდა ნიშნავს. დღეს მე რომ მეუბნებიან არ მჯერა, რომ 700-800 კაცს მოშორს მერიაში, არ მჯერა, მომკამა და არ ვიცი. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ იმდენად პატივისცემ მე ამ ხელმძღვანელებს ძვებს თუ ახალია. არასაშტატო კიდევ როდესაც მე ვიყავი მაშინ 28-30-35 კაცზე მეტი არ ყოფილა. ამერიკის ნიუ-იორკს მართავს მერიაში 400 კაცი. ნიუ-იორკში 400 კაცი ვიშვა. ეხლა თქვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხართ და იცით ძალიან კარგად, რომ რეალურად კერძო სექტორის არსებობის პირობებში ხელისუფლებას აქვს დაკარგული ის ფუნქცია, რომელიც რო პერიოდში ჰქონდა. ეხლა რა კრებას ესწრები ორგანიზაციაში, სამედიხარ დასუფლება კერძოა, ყველაფერი კერძოა. ბევრმა ორგანიზაციამ შეიძლება არ შეგვიშვას ეზოში. კერძოა ეს და გითხრას რომ არ მიგიგებ. ქალაქის მერი შეიძლება მივიდეს და უთხრას, რომ მე დღეს ამცალია, ამ დროს ყოველდღე წვადოს. მე ამას ეს მინდა რომ მოვიდეს, ეს პერიოდი მოვიდეს, არა ის რომ ჩვენ ვეუფროსებოდეთ ხალხს, არამედ მერია და მერი ნიშნავს მსახურს. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენი. აქ გაიმარჯვეს პარტიებმა და ყველა პარტიას უკლებს, შენი ლიმიტი ამდენი იქნება, შენ ამდენკაც, შენ იმდენკაც, შენ. მე ბედნიერი ვარ, რომ ბატონი დავით ციტაიშვილი ესწრება, სასიამოვნოა რა მქალთან ურთიერთობა, პროფესორი, უნივერსიტეტი, ძალიან კარგი ეს ყველაფერი და ჩვენ თავიდანვე შევთავაზეთ იმაზე, რომ პრინციპები გვექნება ერთი. რა შვეშია პარტიამ გაიმარჯვა და იმ პარტიის ხალხი იყოს, ამ პარტიის ხალხი იყოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქალაქზე და არა პარტიაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მდგომარეობაშია დღეს ქალაქი და როგორ შეუძლია მას სიტუაცია შეცვალოს ქვეყანაში. მე ამ პრინციპების მომხრე ვარ. როცა ვამბობ იმას, რომ შეიძლება მართვის სისტემა ჩვენ მუნიციპალიტეტებს აგერ ავიღეთ დებულებები ყველაფერი, ხედავ რომ ძალიან ბევრი რამ კორექტირება. მუნიციპალიტეტს ექნება სამი ძირითადი ფუნქცია. ეს იქნება პირველი, ჩვენ შევქმნით მუნიციპალურ საბჭოს, მუნიციპალიტეტის ფუნქციები. მუნიციპალიტეტი არ იქნება დანიშნული. მუნიციპალიტეტში ყველა სახლს, ყველა ქუჩას, იქ არსებულ ყველა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციას თავის წარმომადგენელი ეყოლება. ეს ხალხი შექმნის მთლიანობაში მუნიციპალიტეტს, ისინი არჩევენ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტს გადაეცემა რა? პირველი, ის კი არა მარტო დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის ფუნქციას ასრულებენ ძალიან ბევრი პირდაპირ გია. აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ იქნება მათ არჩევნებთან. მათი ფუნქცია იქნება უპირველესად, ვის რა შეუძლია ის ოქონდე გაფიცვლა. ვის რა შეუძლია? ჩვენ გვყავს ნიჭით სავსე ადამიანები. ვიღაცა შეუძლია პატარა სალონი გააკეთოს, ვიღაცა შეუძლია რაღაც პატარა კერძო წარმოება, მაგრამ არა აქვს 300, 400 თუ 3000, 4000, 5000, 10000 ლარი იმისათვის რომ ასეთი რამე გააკეთოს. ეს უნდა ქონდეს მუნიციპალიტეტს აღიწყული, ყველა მუნიციპალიტეტს უკვე გამარჯვებისთანავე ამ წელშიც რაღაც, მაგრამ მომდევნო წლიდან
200,000 ლარი ყველა მუნიციპალიტეტს როგორც მინიმუმ ექნება ხარდასაჭირად კერძო სექტორისათვის. 10,000 ლარი იქნება ყველაზე მაღალი ზღვარი, რასაც მიიღებს, მაგრამ იქნება მუნიციპალიტეტი, რომელიც ყველა ზოვის მიხედვით ზოგს 4,000 იქნება, პირველ წელს ზოგს 2,000, მაგრამ ამისათვის 2 მილიონზე მეტი თანხა იქნება რეალურად გამოყოფილი, მომდევნო წელს გაურმაგდება, იქეთ კიდე გასამაგდება. ჩვენ თან ძალიან კარგ რამეს ვთავაზობთ, პიროვნებას თქვა, აი თემურს ვეუბნებით, რომ თქვენ ძალიან კარგი წინააღმდება გაქვთ სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ ვეუბნებით მას, რომ თქვენ რასაც გადაიხდით ადგილობრივ ბიუჯეტში, გეთუნებათ ის ბარის გადატანა. მოგეცით 10,000 ლარი. იხდი ბიუჯეტში ყოველდღიურად 100 ლარს. 100 ლარი გისტურებ იმ ბარს. ეს არის პრაქტიკულად ნაჩუქარი ფული, ანუ ეს არის სწორედ ევროპული მოდელი, როდესაც მეწარმეს ფულს აძლევენ სამუშაო ადგილის შექმნისათვის. ჩვენ დავიწყებთ იმ ხალხის დაფინანსებას, ვინც სამუშაო ადგილს ქმნის. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი. მუნიციპალიტეტს ექნება ეს ფუნქცია. მუნიციპალიტეტმა იცის სახლი, კარი და საერთოდ მინდა სამოქალაქო სექტორს შემოგთავაზოთ, რომ მომავალში დანაშაულის აღრიცხვა არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიციაში და დანაშაულის გახსნაც ევალებოდეს პოლიციას. მე იმისკენაც მინდა წავიდეს, რომ დანაშაულის აღრიცხვა იყოს მუნიციპალიტეტის. არ შეიძლება სხვა პოლიტიკოს, მაგრამ როგორც არის ევროპაში ესეთი რამ უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ასე ვქონდა ეს მოწესრიგებული, როდესაც პოლიციის უფროსი მე მივიყავდა ქალაქის მერი რო ვიყავი და მეუბნებოდი ეს დანაშაული, მე ორჯერ მეც მეუბნებოდი, რატომ? იმიტომ რომ ყველა ქუჩის წარმომადგენლები ყავდა მუნიციპალიტეტში, ის ვეყავდა ბორჯომი მოიპარეს, სარდაფი გატეხეს რაღაც და აბსოლუტურად არ იცოდეს პოლიცია. ჩვენ ვიცოდით ეს უკვე იმაში, ის იმ პერიოდში კარგი იყო, ეს არ ვარ, მაგრამ ის რომ სამოქალაქო სექტორიდან უნდა ხდებოდეს აღრიცხვა დანაშაულის და არა პოლიციისაგან, ეს ჩემთვის საგამათო არ არის. მე ვიქნები ქალაქის მერი და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ ყავდეს საქართველოს ისევ როგორც ამერიკას აკავს, ისევ როგორც ძალიან ბევრი ქვეყანას არაკავს. მე არ ვიცი შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში, რომელსაც არ გაუჩნდა პრეზიდენტობის პრეტენზია. შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მოვიდა, თარგამაძეს ჰქონდა ძალიან დიდი პრეტენზია პრეზიდენტი გამხდარიყო, მოვიდა შემდგომ ბარამიძე და კითხულობდა პრეზიდენტობაზე, ეს ჩემთვის არაერთი ვინოს და მათ შორის რაც გადავსვით, შვალიასაც უთქვავს, რომ გაუწიო პირდაპირ ვაროვერაბიშვილი იყო, ოქროაშვილი იყო, ყველას გაუჩნდა. ეს პიროვნების ბრალი კი არ არის, პოსტია ისე. რომელსაც მთელი ძალაუფლება ხელში უვარდება და უჩნდება იმის ამბიცია, რომ პირველი პირი გახდეს ქვეყანაში. ჩვენ სწორედ